ერთი დღე მთავრობის თავმჯდომარედ განსაკუთრებული საჭიროების მქონე თამაზ მჟავანაძემ რეგიონის პირველი პირის რანგში არჩილ ხაბაძესთან ერთად ოფიციალური შეხვედრები გამართა. პროექტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოქმედებაში მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება და სამთავრობო უწყებებში მათი მაქსიმალური ჩართვა. თამაზ მჟავანაძე რეგიონის პირველი პირის რანგში ნახეთ დროს ობიექტივში. ტელეფონი საიდანაც მინისტრებს თავრობის წევრებს რეგიონის პირველი პირი მის დროებით შემცვლელს იმ დეტალებს უხდის, რაც მთავრობის თავმჯდომარისთვის უკვე მეორე წელია ყოველდღიურობა. უნდა საუბარი, რომ ეს შენობა მოუწესრიგოთ. მე გამახსენებ იმაზე, საავადმყოფოზე, ხო, რესპუბლიკაზე. ამ შემთხვევაში რამდენიმე კურდღელს ვიჭერთ. გარემოსთან ინტეგრაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჯარო უწყებებში სტაჟირება და დასაქმება. ეს საკითხები განიხილეს საუბრის დროს რეგიონის მოქმედმა და დროებითმა პირველმა პირებმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე მთავრობის თავმჯდომარის რანგში არჩილ ხაბაძესთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრო. ჰქონდა საკუთარი რეკომენდაციები. ნიშნის ან პოლიტიკური იმის კონიუნქტურიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება. ბევრი რაღაც დასახვეწი გვაქვს ახლა. პირველად ელექტრომობილი, საჭესთან მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე, არაოფიციალური ვახშამი და საუბრები სამომავლო პროექტებზე. ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ახლოს ყოფნა ახლა ამ პროექტის შემდეგ ძალიან ბევრ პროექტს და ბევრ საერთო საქმეს წაადგება. უკვე რაღაც მონახაზები გავაკეთეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მათ შუშუმო პირების ჩართულობას გულისხმობს საჯარო სამსახურებში მათი სამსახურებში მუშაობა, თუ სხვა პრაქტიკები, ასე შემდეგ. საინტერესოა ძალიან, მე პირველად მომეცა საშუალება, რომ ასე დაწვრილებით მწოდნო და ეს ყველაფერი. ნაყოფიერი სამუშაო დღე, ასე აფასებს დროებით ამპლუაში მყოფი 23 წლის თამაზ მჟავანაძე თავმჯდომარის პოსტზე გატარებულ რამდენიმე საათს და აღნიშნული თანამდებობის მისეულ სპეციფიკასაც ხსნის. ვარწმუნდი, რომ მთავრობის თავმჯდომარეობა არც ისე იოლი საქმე ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით გარეშე პირს შეიძლება მოეჩვედოს. თუნდაც ის რომ ყველა მოქალაქე ინდივიდუალურია და მოქალაქეებთან შეხვედრას თავისი სპეციფიკა უნდა რომ გაიზიარო, იყო მათთან და იყო მათთან ახლოს და ამას ბატონი არჩილიც კარგად აღერხებს. ჩვენ გვქონდა მოქალაქეებთანაც შეხვედრა რამდენიმე მოქალაქესთან. პროექტი ორგანიზაცია ახალგაზრდა მოქალაქის ინიციატივით ტარდება, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და სამთავრობო უწყებებში მათი მაქსიმალური ჩართვა. საზო დღეისთვის არის წარმოადგენს ბატონ არჩილთან ერთად აჭარისწყლის რესპუბლიკის თავმჯდომარეს და ის ამით საზოგადოებას უჩვენებს, რომ თავის განათლებით და იმუნარებით, რაც გააჩნია გარდა ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვისა, შეუძლია რომ მართოს რეგიონიც კი. შეზღუდული შესაძლებლობის პირები მოქმედებაში. პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა უკვე მინისტრის სავარძელს მოირგებს.